საქართველოში უცხოელთა ბინადრობას ორი ძირითადი კანონი არეგულირებს. საქართველოს კანონი უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ და შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი, რომელიც უცხოელთა დასაქმებას ეხება. ბინადრობის უფლების მიღება საქართველოში ავტომატური არ არის. ის კანონით განსაზღვრულ კონკრეტულ საფუძვლებსა და კრიტერიუმებს ეყრდნობა. კანონი ბინადრობის ორ სახეს იცნობს: დროებიცა და მუდმივს. დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლები არის შრომითი საქმიანობის განხორციელება უცხოელის მხრიდან საქართველოში, ასევე სასწავლო მიზნებისთვის ქვეყანაში შემოსვლა, ასევე ინვესტიციის ჩადება საქართველოში, სამეწარმეო საქმიანობა, ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა და სხვა კანონით განსაზღვრული საფუძვლები. ასევე ერთ-ერთი საფუძველი მუდმივი ბინადრობის მიღების არის საინვესტიციო მიზნით უცხოელის მიმართ უცხოელის მხრიდან ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა საქართველოში, მხოლოდ აქაც კანონი ადგენს გარკვეულ ვადას 5 წლის განმავლობაში. ის უნდა ახორციელებდეს უწყვეტად, რეგულარულად, ასევე სტაბილურად საინვესტიციო საქმიანობას. საქართველოში უცხოელის მიერ ბინადრობის მიღების ერთ-ერთ საფუძველს შრომითი საქმიანობა წარმოადგენს, რაც მოიცავს როგორც ბიზნეს საქმიანობის განხორციელებას, ისე დასაქმებას. შრომითი საქმიანობის საფუძველზე ბინადრობის მიღება ორ ეტაპიანი პროცესი გახდა. უცხოელი ვალდებულია, რომ ჯერ პირველ რიგში ახალ კანონმდებლობით, რომელიც 2026 წლის 1 მარტიდან შევა ძალაში, პირველ რიგში მოიპოვოს შრომითი უფლების განხორციელების ნებართვა და მხოლოდ ნებართვის საფუძველზე უკვე შეიძლება დარეგისტრირდეს სპეციალურ სააგენტოში, როგორც უცხოელი, რომელსაც სურს განახორციელოს საქართველოში შრომითი საქმიანობა და ამის საფუძველზე მიიღოს შრომითი ბინადრობა. ეს უფრო მეტად დაიცავს საქართველოში არსებულ შრომით ბაზარს უკანონო მიგრაციისგან და ასევე ქართველ დამსაქმებლებსაც მეტი შესაძლებლობები შეექმნებათ და უცხოელებიც უფრო მეტად მოექცევიან კანონის ფარგლებში დასაქმებულთა შორის. საქართველოში დროებითი ან მუდმივი ბინადრობის მიღება მოქალაქეობას არ უტოლდება. დროებითი ბინადრობის შემთხვევაში უცხოელი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებით, გარკვეული გამონაკლისების გარდა. მუდმივი ბინადრობა უფლებების მხრივ უფრო მეტად არის მიახლოებული მოქალაქის სტატუსთან, თუმცა პოლიტიკური შეზღუდვები ამ შემთხვევაშიც მოქმედებს. კანონი მუდმივი ბინადრობის გაცემის რამდენიმე საფუძველს განსაზღვრავს. მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემა რეგლამენტირებულია საქართველოს საბამის კანონმდებლობაში, ამას არეგულირებს უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის სახებ საქართველოს კანონი. და ვიცით, რომ მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა იმ უცხოელზე, რომლის ოჯახის წევრი არის საქართველოს მოქალაქე. ოჯახის წევრთა წრე დაკონკრეტებულია კანონმდებლობაში და ასეთი არის, შეიძლება იყოს დედა, მამა, მეუღლე, შვილი, ანუ უახლოეს ოჯახის წევრებზე არის აქ საუბარი. რაც შეეხება მუდმივი ბინადრობის ნებართვას, ის გაიცემა შესაბამისად უადოდ, ხოლო მოწმობის განახლება ხდება 5 წელიწადში ერთხელ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის უფლება უპირობო არ არის. კანონი განსაზღვრავს არამხოლოდ ბინადრობის მიღების წესს, არამედ მისი შეწყვეტისა და გაძევების სამართლებრივ საფუძვლებსაც. ყველაზე ხშირი გაძევების მიზეზი არის, როდესაც უცხოელი საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე. ასევე გაძევების მიზეზი შეიძლება იყოს უსაფრთხოებაც. მნიშვნელოვანი არის ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით სახელმწიფოს აქვს მექანიზმები საქართველოსთან გააძევოს არამხოლოდ კანონიერი საფუძვლის მქონე კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფი უცხოელი, არამედ კანონიერი საფუძვლით ყოფი უცხოელი და მნიშვნელოვანი არის, რომ გაძევებასთან დაკავშირებით შეიძა ასევე ცვლილება სისხლის სამართლის მიმართულებით და მოსამართლეს თავად აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში, ასევე დამატებით სასჯელად განსაზღვროს უცხოელის საქართველოსთან გაძევება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამხმართა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შესაბამის უწყებას, ამ შემთხვევაში ნაგულისხმევი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ადმინისტრაციულ სახდელად გამოიყენოს საქართველოსთან გაძევება. უცხოელთა ბინადრობა საქართველოში მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში ექცევა. თითოეული სტატუსი განსხვავებულ შინაარს, ვადებსა და შეზღუდვებს მოიცავს.